მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვემო ქართლის ოფისის კოორდინატორმა თემო სუყაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია და თან დაურთო განცხადების ფოტო, სადაც საუბარია, რომ თანამშრომლები ცენტრის ლიკვიდაციისა და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე გააფრთხილეს. ინფორმაციას Talk to Regions გვიდასტურებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად გადმოდის ცენტრალურ აპარატში. საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი თეონა ზურაბაშვილი გვეუბნება, რომ მსგავსი შინაარსის მეილი მანაც მიიღო. რა მიზეზით უქმდება საინფორმაციო ცენტრი? ჩვენ ამის გარკვევა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვცდილობდით. უწყებაში ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ის გენერალურ აუდიტორად ინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. გაბიტაშვილს დიდმა ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები 10 აპრილს დაუწესა. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი. გიყვებით თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციის შესახებ, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა სერვისები მიიღონ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბაღში ახლა მიმდინარეობს აბსოლუტურად თეთრი წყაროს ყველა ბაღში სკრინინგის პროცესი, სკრინინგის პროცესის პარალელურად თუ გამოიკვეთება საჭიროება რომელიმე ბავშვთან ინტერვენციონისტის ჩართვა, შეიმუშავდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ეს ამ ინდივიდუალური განვითარების გეგმის მიხედვით უკვე ინტერვენციონისტი ადგენს, ასე ვთქვათ, სამუშაო გრაფიკსაც დავარქვათ, რომელიც ამ 8 ვიზიტი, რომელიც განკუთვნილია თვეში თითოეულ ბავშვისთვის, უკვე გადაწყვეტავს, ეს მოხდება შინ, მასთან სახლში ინტერვენცია, ეს მოხდება ბაღში, სადაც ბავშვი სწავლობს თუ უშუალოდ აქ ცენტრში. მედია უკვე უახლოეს პერიოდში გვექნება ასე ვთქვათ, ოფიციალური თანხმობა იმისა, რომ ცენტრი ოფიციალურად ამუშავდება და თეთრი წყაროს ეს ობიექტი იქნება უკვე ადრეული განვითარების პროგრამის განმახორციელებელი ლოკალურ დონეზე და აღარ მოვახდენთ რომ იდენტიფიცირებული ბავშვებიც ყავს გადამისამართებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ ახლა ამ ეტაპზე რამდენი ბავშვიც არის იდენტიფიცირებული, გადამისამართება ხდება მეზობელ მუნიციპალიტეტში, ძირითადად თბილისში, რაც გარკვეულწილად არის ხარჯებთანაც დაკავშირებული და შეფერხებებთან, იმიტომ რომ გარკვეული ესეთი მძიმე სოციალური ფონიც არის მუნიციპალიტეტში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.